მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას, მე თამუნა კვარაცხელია ვარ. თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც 648 მილიონ ლარს შეადგენს. რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტები ბიუჯეტში? ამ კითხვაზე რამდენიმე წუთში თქვენს მოსაზრებებს მოვისმენთ. თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტი 648 მილიონ ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია ჯანდაცვისთვის, მას მოსდევს სოციალური და კულტურის სფეროები. თბილისის მერია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვის მოსახლეობის უშუალო ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ნოემბრის თვეში კარდაკარ თბილისის მცხოვრებლების გამოკითხვა ხდებოდა. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გაწვევასა და მისი პროგრამულის დაზუსტებული სახით წარდგენას ითხოვს საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, მთლიანი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დაუსაბუთებელი და გაურკვეველია. 648 მილიონიანი ბიუჯეტიდან 53% არის გაწერილი ეგრეთ წოდებული სხვა ხარჯებისთვის და არაფინანსური აქტივობებისთვის. კერძოდ, სხვა ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 154 მილიონი ლარი, ხოლო არასაფინანსო აქტივობებისთვის 193 მილიონ 500.000 ლარი. მერის მიერ თბილისის საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტში შენიშვნების შეტანა შესაძლებელი იქნება 20 ნოემბრამდე, ხოლო საკრებულომ დოკუმენტი 15 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს. შეგახსენეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პასუხი უკვე გასცა უმრავლესობის წევრმა თამარ შოშიაშვილმა. მან თინა ხიდაშვილს ურჩია სრულად გაეცნოს დოკუმენტს. აქ გათვალისწინებულია როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე კაპიტალური და ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ბიუჯეტში დეტალურად არის განმარტებული, აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი საკრებულოში თამარ შოშიაშვილი. მას ასე რა მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტი თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში. ეს არის ჯანდაცვა, სოციალური სფერო თუ კულტურული სფერო. 31799 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერია. გამოკითხვა წერტილი არის ჩვენი ვებგვერდის მისამართი. იაქტიურეთ ჩვენთვის თქვენი აზრი. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ დღეისთვის პირველი მაყურებლის მოსაზრება, რომელიც ეთერშია. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. რა თქმა უნდა ჯანდაცვა. დიახ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახევარი საქართველო არის დაავადმყოფებული. არ აქვს ხალხს არაფერი არ გააჩნია ფინანსები, მივიდნენ იმკურნალონ ახალგაზრდა პენსიონერი თუ არა ხარ, ხო, პენსიონერი ფული მაინც არ აქვს. გასაგებია, მიღებულია თქვენი მოსაზრება, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. გისმენთ, გამარჯობა. ბრძანეთ, ეთერში ხართ. გენაცვალე, პირველად გამარჯობა გენაცვალე. დიახ. პირველად მიხედო ჯანდაცვას აუცილებლად. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, რომელი მიმართულება უნდა გახდეს თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული ჯანდაცვა, სოციალური სფერო თუ კულტურა. მაყურებელი ახლა გისმენთ, გამარჯობა. საომშირო თამუნა. დიახ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვა და მერე სოციალური სფერო. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტი, როგორ ფიქრობთ? ბრძანეთ, ეთერში ხართ. გამარჯობათ, ბატონო თამარ. გამარჯობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვა, შემდეგ სოციალური სფერო და დავამატებდი ერთს კიდე. დიახ. უნდა შეწყვეს პასპანდურები, ძვირადღირებული მომღერლების ჩამოყვანა, ისე მაგალითად როგორიც არის ეკლესიაში 31 დეკემბერს. გავსი რა უნდა ანიკვეთოს და ეს თანხები წავიდეს ჯანდაცვაზე და სოციალურ სფეროში. გმადლობთ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი, რომელიც 648 მილიონ ლარს შეადგენს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადანაწილდეს ბიუჯეტში პრიორიტეტები? მაყურებელი ახლა გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ. იცით რა არის, მასე დაყოფა არ შეიძლება. აი ეს ყველაფერი ჭირდება ადამიანს. დიახ. იმიტომ რომ ეს კვება ჯანდაცვა და ჯანმრთელობა ცხოველსაც ხო ჭირდება. სულიერი საზრდო ადამიანებს აღარ გვინდა. გასაგებია, თუმცა როგორც იცით, ბიუჯეტში თანხები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება, ამიტომ თქვენთვის რომელი სფერო არის და მიმართულება უფრო პრიორიტეტული?
გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 50 ხმა. 78% მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს სოციალური სფერო, 10% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს კულტურა, 8% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს ჯანდაცვა, დაახლოებით 4%-ს კითხვაზე სხვა პასუხი აქვს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. პირდაპირ ეთერში 2379994 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერია. მოვისმინოთ მაყურებლის მოსაზრება. გამარჯობა. ალო. ბრძანეთ გისმენთ. ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ფიქრობთ, რომელი მიმართულება უნდა იყოს თბილისის ბიუჯეტში პრიორიტეტული? გისმენთ. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. ბრძანეთ. თუ შეიძლება ერთი თხოვნა მაქვს მე ამასთან დაკავშირებით არ გირეკავ. ეს ის რომ მორბენალის ტრიქონი რომ მიდის. არ შეიძლება აი როგორც მაესტრო წერია, აი ამ ხელავე იმით რომ დაიწეროს. ვერ ვხედავთ. გასაგებია. გვისმენს ალბათ ჩვენი ტექნიკური პერსონალი, ამიტომ გაითვალისწინებენ იმედია თქვენს თხოვნას, რაც შეეხება კითხვას. გაქვთ თუ არა პასუხი? მაყურებელი ახაზა გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, ჯანდაცვა პრიორიტეტია, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, შემდეგ სოციალური მდგომარეობა არის გადანაწილდეს, მაგრამ მე ერთი რამ მაინტერესებს ეს პასუხები, რომლებიც ჩვენგან შემოდის, რაიმე შედეგს გამოიღებს? გამეცით ამაზე პასუხი, გამოიღებს შედეგს ჩვენი ადამიანების შემოსვლა ეთერში, რომლებიც თხოვობენ, რომ ჯანდაცვა იყოს პრიორიტეტული, ანუ იყოს თანხები გადარიცხული ჯანდაცვაში, იმიტომ რომ აი ეგ ალბათ იცით თქვენ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. იმედია ჩვენს გადაცემებს უსმენენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო კომპანიებში და გაითვალისწინებენ თქვენს მოსაზრებებს. თუმცა მე შეგახსენებთ, რომ როგორც თბილისის მერიამ განაცხადა ნოემბერში იყო ასეთი პროგრამა და არის, როდესაც თბილისის მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წარმომადგენლები დადიან კარდა ეკითხებიან მოსახლეობას, რომელი მიმართულება არის პრიორიტეტული. მე მაინტერესებს კიდევ ერთი რამ, როდესაც თქვენ აი ესეთ შეკითხვებს აძლევთ საზოგადოებას, აუცილებლად პასუხიც გვინდა თქვენგან. რა შედეგი გამოიღო იმას, რასაც ხალხი თხოვობს. ამ შემთხვევაში მე გადაცემის წამყვანი ვარ, საინტერესო არის თქვენი და კომპეტენტური ადამიანის მოსაზრება. მადლობა ზარისთვის 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. იაქტიურეთ ასევე ვებგვერდზე. გამოკითხვა წერტილი გიარი ჩვენი ვებგვერდის მისამართი. შემდეგი მაყურებელია. გამარჯობა, თავმშვიდობისა. გამარჯობა. ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა. ნათქვამია, რომ ყველაფერი არ არის ჯანმრთელობა, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია. ასე რომ პირველ რიგში ჯანმრთელობა. თუმცა სანამ ესწავლობა არავითარი პრიორიტეტი არ ექნება ჩულომად. ასე ვიქნებით, მანამ სანამ ესწავლობა ექნება, ისე ვიქნება კულტურა პირველ რიგში და ჩამოთხრევა, შეროსტოუნები და ამგვარი სახეობები. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, რომელი მიმართულება უნდა იყოს თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული? სოციალური სფერო, კულტურა თუ ჯანდაცვა? მოვისმინოთ მაყურებლის მოსაზრება. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. ვაი. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ. რა თქმა უნდა, ჯანდაცვა. დიახ. იცით, ეხლა ხან ჩემ გოგონას გაუკეთეს ოპერაცია ღოდუშაურის კლინიკაში. ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ექიმები იყვნენ რაღაცა, სასწაულები გააკეთეს და ძალიან მეწოდება ეს ექიმები, რომ ამ დღეში არიან. ოპერაცია ძვირი ჯდება და ექიმებს რაღაც კაპეკებს აძლევენ. აი, მე მადლობა მინდა გადაუხადო ღოდუშაურის კლინიკას. ამ ძალიან ურთულეს ოპერაციის რომ გადაარჩინეს ჩემ გოგონას და რა თქმა უნდა ჯანდაცვა მთავარია. მადლობა ზარისთვის, საინტერესოა შემდეგი მაყურებელი რას ფიქრობს საკითხთან დაკავშირებით. გისმენთ, გამარჯობა. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო, გისმენთ. გისმენთ. ყველაზე საინტერესო ის არის. 100 საავადმყოფოს აშენება რომლად, 100 საავადმყოფოს აშენების მაგიერ ერთი ცალია აშენონ მუნიციპალური, უფასო. რომელსაც არ ასჭირდება არც დაზღვევა და არც არაფერი. და ეს მთავრობა რომ ამბობს, რომ ყველა ხალხი ჯანმრთელი არისო. დიახ.
გასაგებია თქვენი განწყობა მადლობა ზარისთვის, რომელი მიმართულება უნდა იყოს 2012 წლის ბიუჯეტში, თბილისის ბიუჯეტში პრიორიტეტული სოციალური სფერო, კულტურა თუ ჯანდაცვა. მაყურებელი ახალზე გისმენთ. დიახ. გამარჯობა, ბრძანეთ. გამარჯობათ. დიახ. მე უპირატესობას ვაძლევ ჯანმრთელობის სფეროს. რადგან ზამთარია, ვთხოვეთ დაგვირიგონ ვაუჩერები გაზისა და სინათლის. მადლობა ზარისთვის, შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 658 მილიონ ლარში ადგენს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტები? მაყურებელი ახალზე გისმენთ. გამარჯობა, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გისმენთ, ეთერში ხართ. რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული თბილისის ბიუჯეტში? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ბრძანეთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯანმრთელობა. ჯანდაცვის სისტემა. ექიმთან თითო ვიზიტი 20-25 ლარი ღირს. მარტო ვიზიტი ხო არაფერს არ ქმნის. იმას მე უნდა წამალი იყიდო, რაც ისეთი ფასებია, რომ შეუძლებელია. მაგრამ სოციალური სფერო თუ არ გაუმჯობეს და ცარიელ კუჭზე მარტო ჯანმრთელობა შეუძლებელია. ორივე ჯანმრთელობაც და სოციალური სფერო. გასაგებია, მიღებულია თქვენ. ეს უნდა შეეხოს პენსიონერებს. მე ვარ 60 წელს გადაშორებული პენსიონერი. არა მაქვს არც დაზღვევა, არც პოლისი, არაფერი არ მეკუთვნის თურმე. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის. მე მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენი დრო არის შეზღუდული, ამიტომ გთხოვთ მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი მოსაზრება. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 63,77% მიიჩნევს, რომ თბილისის ბიუჯეტში პრიორიტეტული უნდა იყოს სოციალური სფერო, 11% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს ჯანდაცვა, 7% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს კულტურა 3%. კითხვაზე სხვა მოსაზრება აქვს? გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, მაყურებელია ეთერში. გამარჯობა, ბრძანეთ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გენჩა. იცით რა შეიძლება, ყველაფერი ერთმანეთისგან არის გამომდინარე. სოციალური სფერო, ჯანდაცვა, თუ ექიმად არ ვარ, მაგრამ მაინც მუშაობს. განსაკუთრებით რეკლამირებული ექიმები, რომელთაც ბევრს გონია, რომ იმასთან თუ მივა, მაგრამ ამ დროს ესე იგი სრულიად არ არის აუცილებელი პროფესორი ან დოქტორი იყოს ან რაღაცა ეს ფეშენებელური მისაღებები და რაღაც ჩვენ გვჭირდება თავიანი ტვინიანი გამოცდილი ექიმები და მაგრამ ეხლა როგორ შეიძლება ადამიანი შეეძლოს ექიმთან მისვლა როცა 30 წლის ასაკში დაითხოვეს ყველა ხო არ არის კორუმპირებული ზოგი ვისაც კორუფცია უდევს გენში და სისხლში და ტვინში ის ყველა თავრობის ხელში კორუმპირებული იქნება პატიოსანი კაცი კომუნისტების დროსაც იყო წესიერი და ეხლა წესიერია მადლობა ზარისთვის ჩვენ თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბარს რამდენიმე წუთში გავაგზავნებთ შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 658 მილიონ ლარს შეადგენს. საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება, რომელი მიმართულებები უნდა იყოს ბიუჯეტში პრიორიტეტული სოციალური სფერო, ჯანდაცვა თუ კულტურა, ასევე შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენთვის მისაღები სხვა ვერსიაც. 2317 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერია, იაქტიურეთ ჩვენთვის თქვენი აზრი. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მაყურებლის მოსაზრება, რომელიც ეთერშია. გამარჯობა. გისმენთ. გამარჯობა გენაცვალე, გამარჯობა. დიახ. პირველად ჯანდაცვა რა თქმა უნდა, მერე სოციალური, მაგრამ ამ თავრობასთან ტაშფანდურა კაცსა რამე გამოცდება, რომ მოვიდეს ჩვენამდე შვილოფული არ მოვა არაფერი, იმიტომ რომ 200 მილიონიან ბოინგს ყიდულობს მესამეს გონი ეს კაცი და ჩვენამდე რა ფული უნდა მოვიდეს, რა უნდა მოაღწიოს ჩვენამდე არაფერი. ამათ იმას უნდა ყველაფერს ტაშფანდურებს, თამაშს, იმას გაფრენას, გამოფრენას ყველაფერს უნდა მიღებულია თქვენი მოსაზრება, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, გისმენთ. გამარჯობა, ბრძანეთ.
გამარჯობა გენესელი. რა მინდა შეგო გითხრა, იცი თქვენ რომელ ჯანდაცვაზე ლაპარაკობთ, ეს უფასო ჯანდაცვაზე თუ ფასიან ჯანდაცვაზე? არა, ჩვენ ზოგადად მიმართულებაზე ვსაუბრობთ ჯანდაცვის. მიმართულებაზე, კი გენესელი დედიკო, ჯანდაცვა ჩვენთან არის გადასარევი თოდუას კლინიკა, აგეთ ატიშვილის კლინიკა, მაგრამ ფული არ არის შვილო. აქედან გამომდინარე, ახლა მე რო ვთქვა, რომ ჯანდაცვას მიეცით პრიორიტეტიო, რომ ესე იგი კიდო გამრავლდეს ესეთი ფასიანი კლინიკები, მე რითი წავიდე შვილო იქა, რითი გადავიხადო ფული, მე ფული არ ამაქვს. ხო და ამიტომ სოციალური სფერო ჯერ წამოწიონ წინ დაასაქმონ ხალხი პენსიონერებს გაუზარდონ პენსია, რომ აი მაგ კლინიკებში ჩვენც ვიაროთ და ჩვენც გადავიხადოთ ფული და ვიმკურნალოთ ისე როგორც წესი და რიგია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში. გისმენთ? გამარჯობა, ეთერში ხართ. ალო? ბრძანეთ გისმენთ. ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ, გამარჯობა. ქალბატონო. დიახ. ჯანდაცვაზე რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი მივა ეს, თუ არ არიან მოლაპარაკებული ერთმანეთში, რომ ეს ფული დიახ. როგორღაც ისე აკეთებენ, რომ დიახ. თან გადახდის უნარი თუ არ მაქვს, ესე იგი შავათაა საქმე. გასაგებია, ანუ თქვენ ასახელებთ ჯანდაცვის სფეროს. კი ბატონო. მადლობა ზარისთვის, შემდეგი მაყურებელია ეთერში, გისმენთ. რომელი მიმართულება უნდა იყოს მომავალი წლის ბიუჯეტში, თბილისის ბიუჯეტში გათვალისწინებული და ალო, საღამოშტობისად. გამარჯობა. რა თქმა უნდა, სოციალური სფერო. თუ ფული არ გექნება, ჯერ ფული უნდა გქონდეს, რომ ის ჯანდაცვა იყიდო. და წეგან ბებია ქალმა რო დარეკა, იმან სწორედ აღნიშნა. ჯერ ფული გქონდეს, რომ იქამდე მისასვლელი ფული ხო გინდა, მე პერსონალამდე რომ მიხვიდე და მერე კიდე ამათში ძალდედამთილშია რომ იკარგება, ისე იკარგება ის ფული და ჩვენამდე არაფერი არ მოვა. მართალი ბრძანებს ის ქალბატონი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, შეგახსენებთ გადაცემის პირველი ნაწილი გეთმობათ თქვენ, გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი საკრებულოში ჯაბა სამუშია. 2317 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია, მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. გამარჯობა. გამარჯობათ. ბრძანეთ. გამარჯობა. ყველაფერი პრიორიტეტი ვერ გაყოფთ, იცი, რომელია უფრო პრიორიტეტული, რომელი არ არის, თანაბრად არის, მაგრამ მე ისიც რა მინდა გითხრათ, ერთადერთი რაღაცა, რომ აუცილებელია პენსიონერებს $100 ექვივალენტური პენსია ქონდეთ. კატასტროფაა და სამარცხვინო შეიძლება რომელ პრიორიტეტებზე ვლაპარაკობთ, როცა პენსიონერები არიან უკიდურეს გაჭირვებაში, ვისაც მით უმეტეს პატრონი არ ყავს. მე ძალიან მეწოდებიან და კაი იქნებოდა ამ საკი არ არის ეს რაღაცა წამახალისებელი, რაღაცა პატარა დანამატები არაფერს არ მისცემს რა. როცა ვიცი ჩვენ რა ფასი აქვს დღეს ყველაფერს. მიაქციონ ყურადღება, ეს იქნება ყველაზე კაი პენსიონერები. მადლობა ზარისთვის, მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს ამ დროის სულ შემოსული არის 76 ხმა. ასევე 76% მიიჩნევს, რომ თბილისის ბიუჯეტში პრიორიტეტული უნდა იყოს სოციალური სფერო, 13% მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ჯანდაცვა, 6 დაახლოებით 6% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს კულტურა, 3% კითხვაზე სხვა პასუხი აქვს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2317 994, მაყურებელია ხაზა გისმენთ. გამარჯობა, ბრძანეთ. გენესელი, გამარჯობა, კიდე. განსაკუთრებით მინდა შეგახსენოთ 2 წლის წინანდელი ისა, ესე იგი ძალიან გაიზარდა გიპერტონიული დაავადებები. ახლა წამლები რა აქვს 40 ლარამდე თითო წამალი. გავანებოთ ამას თავი. რატომ გაიზარდა? დარწმუნებული ვარ, ესე იგი დილის 5 საათამდე ქონდა ხოლმე ხან 6-მდე იმას აქვია გაჩეჩილაძეს გადაცემები. ეხლა ხანდახან ასაკოვანი ადამიანები ვერ იძინებენ თავის დროზე, ადრე ვერ იძინებენ. რო გადაშორდება პირველი 2 აბა ეხლა რა სიტყვის 4, 5 და ამ დროს 5 საათის შემდეგ რო ვერანაირ აღარ დაიძინებს. ეს მიდიოდა მთელი წელიწადი. და დამიჯერეთ 80% გიპერტონიკი გახდა იმის შემდეგ. ისეთი ცუდი როლი ითამაშა ძმებმა გაჩეჩილაძეებმა საზოგადოებაში. გასაგებია, რაც შეეხება ჩვენი გადაცემის დღევანდელ კითხვას. გაქვს თუ არა კითხვაზე პასუხი? კითხვაზე შულო ის პასუხია, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, იცით?
ჯერ განწყობა და როგორ თენდება გიხარია თუ არა? გასაგებია, მოვისმინეთ თქვენი შესაძლოა ითქვას საინტერესო მოსაზრება პრობლემის ახსნისა. მადლობა ზარისთვის 237994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელია პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. ბრძანეთ. დიახ. ემწუჩი ვივარდნებს სიერი. დიახ. არ ფიქრობ რომელი გითხრა. წამალი თუ სოციალური მდგომარეობა. ანუ თქვენ ამ შემთხვევაში კონკრეტული პასუხი არ გაქვთ, თუმცა ჩვენ მოვნიშნათ აუცილებლად თქვენს მოსაზრებასაც. მოვისმინეთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება, რომელი მიმართულებები უნდა იყოს პრიორიტეტული თბილისის ბიუჯეტში გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობათ, ქალბატონო. რა თქმა უნდა, პრიორიტეტული უნდა იყოს სოციალური სფერო. დიახ. ჩვენი ხელფასები, ჯანდაცვის, თუ გინდა პედაგოგები და სხვა მოსამსახურე ხალხის იმდენად სასაცილოა და სამარცხვინოა. ავადმყოფობის შემთხვევაში ვერცერთი ექიმთან ვერ მიდის. ექიმთან რომ მივიდეს, წამალს ვერ ავიყიდულოთ. რა უნდა ქნათ, არ ვიცით, ამ გაჭირვებულმა ხალხმა რა უნდა ქნათ ამ მთავრობის ხელში. ერთმანეთზე მეტად, ერთმანეთზე უარესია ყველა სფეროში საქმე. ჯანდაცვაში, განათლებაში და ყველა სფეროში. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, რომელი მიმართულებები უნდა იყოს თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული. გისმენთ? ალო. გამარჯობა, ბრძანეთ. გამარჯობათ. მე ვფიქრობ, ჯანდაცვა უნდა იყოს. იმიტომ რომ აი რომელებს თუ დავესესხებით, რომელებს უწერიათ რომ პური და სანახაობა. პური ჩვენ არ აქვს, ჯანმრთელობა შერყეულია. კალათა მინიმალური საცხოვრისი დაბალია, ამიტომ ჯანმრთელობა ამ წლების განმავლობაში შეერყა ადამიანებს. ამიტომ პრიორიტეტი არის ძალიან მკაფიოდ ჯანმრთელობა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი 658 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოს უკვე წარუდგინა, როგორია თქვენი დამოკიდებულება, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული თბილისის ბიუჯეტში, სოციალური სფერო, კულტურა თუ ჯანდაცვა. მაყურებელია ხაზზე გისმენთ, გამარჯობა. საღამომშვიდობისა. გენაცვალე. პრიორიტეტული უნდა იყოს აუცილებლად სოციალური სფერო. მე ასეთი შეხედულება მაქვს. მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა მიმდინარეობს გამოკითხვის ვებგვერდზე, გამოკითხვა წერტილი-G აქტიურეთ. მე პერიოდულად გაგაცნობთ ინტერნეტ გვერდის მონაცემებს. მოვისმინოთ შემდეგი მაყურებლის მოსაზრება. გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. აუცილებლად სოციალური სფერო. დიახ. სოციალური სფერო და იმ ქალბატონს მე არ ვეთანხმები, რომელიც გაჩეჩილაძეს ლანძღავდა რომ გიპერტონია დაგმართაო. გასაგებია, ეს ჩვენი გადაცემის თემა არ არის დღეს. მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. გისმენთ. ბრძანეთ, გამარჯობა. ალო. დიახ. გამარჯობათ. რა თქმა უნდა, სოციალური სფერო, ფული რომ მექნება, საჭმელიც მექნება, თბილათაც ვიქნები და ექიმთანაც მივალ თუ დამჭირდება. მადლობა ზარისთვის. მიღებულია თქვენი პოზიცია. მე შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 83% მიიჩნევს, რომ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური სფერო, 12% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს ჯანდაცვა, 6%-ის მოსაზრებით, ეს უნდა იყოს კულტურა, 3%-ს კითხვაზე სხვა მოსაზრება აქვს. 237994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. იაქტიურეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. აღია ეთერში. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ. ალო. გამარჯობა. ბრძანეთ. აუცილებლად სოციალური სფერო. დიახ. მიღებულია თქვენი მოსაზრება, საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. გისმენთ. რა ვერსია გაქვთ, გისმენთ? რომელი მიმართულებები და რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში? გისმენთ. რა თქმა უნდა, სოციალური სფერო უნდა იყოს პრიორიტეტული. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი საკრებულოში ჯაბა სამუშია. მაყურებელია ხაზზე, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. გეთანხმებით, ყველას ვეთანხმები, სოციალური უნდა იყოს. დიახ. იმიტომ რომ როცა გაქვს ფული, დიახ. მიდიხარ ექიმთან.
და კულტურულად ვითარდები. მადლობა ზარისთვის. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი 658 მილიონ ლარს შეადგენს. როგორ უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტები, რა სფეროზე უნდა დაიხარჯოს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხა, სოციალურ სფეროზე, კულტურაზე თუ ჯანდაცვაზე. 237-994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. მაყურებელია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. საღამომშვიდობისათა. ბრძანეთ. როგორ შეიძლება ესე განაწილება პრიორიტეტი? სოციალურიც არის პრიორიტეტი და ჯანდაცვას და კულტურას და ყველაფერი, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი იმისთვის, როგორ შეიძლება იყოს რომელიმე მიმართულება პრიორიტეტი. ჩემი აზრით ეს სწორად არ დგას თქვენი კითხვა. ამათ ხელში მაინც თავისებურად იქნება და ეს გამოკითხვა რას ემსახურება მე ვერ გავიგე. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა ზარისთვის. გამოხატეთ თქვენი მოსაზრება პირდაპირ ეთერში დღის ერთ-ერთ მთავარ თემასთან დაკავშირებით. 237-994 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რა მიმართულებები უნდა იყოს პრიორიტეტული თბილისის 2012 წლის ბიუჯეტში? მაყურებელია ხაზზე, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ. მე ვეთანხმები ჩემ წინ გამოსულს. პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური საკითხები აუცილებლად და მასთან ერთად ჯანმრთელობა. ემისი გაყოფა არ შეიძლება და რაც შეეხება კულტურას, კულტურა, რომელიც სულიერ სიმაღლეს და აღზრდას უწყობს ხელს, აუცილებლად უნდა დაფინანსდეს და იყოს, მაგრამ ის კი არა შოუებზე და რაღაც მდარე ხარისხის სანახაობებზე, რომ ამდეფულს ყრიან. ეს არის ბიუჯეტ პლანგავენ და ვინითბობს ხელს ამაში ღმერთმა უცხი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გადაცემის მეორე ნაწილში იქნება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი საკრებულოში ჯაბა სამუშია. ჩვენ სწორედ სტუმართან ერთად დავბრუნდებით. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენი სტუმარია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ჯაბა სამუშია. ბატონო ჯაბა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. როგორც იცით, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, რომელიც თბილისის მერიამ უკვე წარუდგინა საკრებულოს. ბატონო ჯაბა, მაყურებლისთვის საინტერესო არის, როგორ გადანაწილდა პრიორიტეტები და რა თანხით განისაზღვრა. მე გამომდინარე იქიდან რომ გვაქვს საკმაოდ ვთქვათ ცოტა დრო, თავიდანვე მინდა ვთქვა რომ ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არის არჩევნებზე ორიენტირებული. მთლიანად ეს არის საარჩევნო ბიუჯეტი და ბუნებრივია ყველა ის მუხლი, რა მუხლითაც შემდგომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს არჩევნების ჩატარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, აქ გარკვეულწილად არის ასახული. ეხლა მე უსმენდი თქვენს გამოკითხვას და იქ არის თქვათ პრიორიტეტები, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, თავისთავად რა თქმა უნდა, კაია, როცა ბიუჯეტი ორიენტირებულია იგივე სოციალურ სფეროზე, ჯანდაცვაზე, კეთილმოწყობაზე, მაგრამ გააჩნია ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ამ თქვათ თემას. მე ხელში მიჭირავს ბიუჯეტი, მე შემიძლია თქვენ გაგაცნოთ მუხლობრივად დაახლოებით მთელი დღის მანძილზე ექსპერტებთან ერთად ჩვენ გავდიოდით ამ ბიუჯეტს. ბუნებრივია სამუშაო ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც თვალში საცემია და რითაც ჩვენ შეგვიძლია თქვა დანამდვილებით, რომ გარკვეულად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობამ გაშიფრა ის სქემა, რა სქემითაც ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის არჩევნებში აპირებს მოსვლას. ეს არის სქემა, რომლის მთავარი მომენტი დევს რაიონულ ბიუჯეტებში. მოიხსნება თბილისი რაიონებათა დაყოფილი და მათ აქვს ცალ-ცალკე ასე ვთქვათ ბიუჯეტი და აღმოჩნდა შემდეგი რამ, რომ თავარი თემა ჩვენი ასე ვთქვათ ოპონირებისა ხელისუფლებასა სწორედ აი ამ მუხლებზე იქნება. ეს არის საქონელი და მომსახურების მუხლი და აღმოჩნდა საინტერესო დეტალი, ამის შემდეგ ვისაუბროთ სოციალურ და ჯანდაცვაზე, უბრალოდ მე ესწრება უბრალოდ რომ მოვასწრო ამის თქმა, რომ რაიონების მიხედვით აი ამ ეს მუხლი გაზრდილია თითქმის ყველა რაიონში 100%-ით. მაგალითად, თუ არჩევნების პერიოდში 2010 წელს
მერისა და ადგილობრივი არჩევნების პერიოდში. თქვათ გზან ნაძალადევის რაიონში. დაახლოებით 5 მილიონი ნახევარი იყო გამოყოფილი საქონელ და მომსახურებაზე. შემდგომ 2011 წელს ამ მუხლმა დაიწია, ანუ რეალურად ეს თანხა უკვე აღარ იყო საჭირო და შემდგომ უკვე 2012-ისთვის ლავინდებურად გაიზარდა და გაუსწრო იმ მაჩვენებელს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს იყო აი ამ მუხლში ჩადებული. იგივე არის სხვა რაიონებთან მიმართებაში, აი თქვათ ავიღოთ დიდუბე ჩუღურეთის რაიონი. იყო გამოყოფილი 1.300.000 იყო გამოყოფილი კონკრეტულად ამ საქონელ და ასე ვთქვათ მომსახურებაზე აი უბრალოდ მივყვები და შემდგომ უკვე 3 მილიონია დღეს ამ თანხაზე გამოყოფილი. რა არის ეს თანხა? მე მაქვს აგერ ამონარიდი, თქვენს ნებართვით მინდა რომ ეს ამონარიდი. ანუ ეს ყველაფერი ღიად არის მოცემული ბიუჯეტში. ეს მოცემულია გრაფით, საქონელ და მომსახურება. ასად არაფერი გაშიფრული არ არის. ანუ ამის უკან რა დგას, ამას მე ხლა განგიმარტავთ. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია და თქვენი მოსაზრება. ეს არის ინტერპრეტაცია კანონიდან აღებული. ჩვენ საუბრობთ ბევრ სხვა დეტალზე, მაგრამ თავარი არის რა ბიუჯეტს როგორ იყენებს ხელისუფლება. ჩვენთვის თავარი ქრისტიან-დემოკრატებისთვის სწორედ ეს არის. და ჩვენ მოუწოდებთ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელი პარტიაც არის საკრებულოში, ისევე საკრებულოს გარეთ, რომ ეს უნდა იყოს მთავარი ჩვენი ბრძოლის ობიექტი. აი ესე აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას. მე იმედი მაქვს, რომ იგივე ნაწილი ოპოზიცია, რომელმაც გასული წლის ბიუჯეტს მისახმა, თუნდაც საკრებულოში, იმედია რომ წელს ისევ დადგება ჩვენთან ერთად იმ საერთო ასე ვთქვათ ფრონტით ჩვენ შევუტევთ ხელისუფლებას და აი სწორედ ამ მუხლში, რომელი მუხლიდან ხელისუფლება აპირებს გააყალბოს 2012 წელს არჩევნები, აი ამ მუხლიდან მუხლის სრულ გაშიფრვას მოვითხოვთ. მე ვაკონკრეტებ რას გულისხმობ. კონტრაქტორების თვით დასაქმებული პირებს თუ სხვა სახის მომუშავეთათვის გადახდილ თანხებს, რომლებიც სახელმწიფო ერთეულის საშტატო რიცხობრიობებში არ შედიან, ანუ კონტრაქტორები, რომელთაც დაიქირავებს ესა თუ ის უწყება და ასე ვთქვათ, აი ამ ადამიანების ხელფასები აისახება გრაფაში საქონელი და მომსახურება. მე მხედველობაში მაქვს რომ სწორედ ეს გრაფაა, რომელთანაც მოხდება იმ აგიტატორების და იმ ადამიანების დაქირავება რაიონების დონეზე, რომლებმაც შემდგომ უნდა ჩაატარონ არჩევნები და ის რაც მოხდა 2010 წელს, როდესაც ათობით ქალბატონი იყო თითოეული საარჩევნო უბნთან ხელში, ასე ვთქვათ, სიებით, სწორედ იმ ადამიანებზე თანხები წავა აი ამ კონკრეტული მუხლიდან. ის რომ სოციალური დაცვა ეს ძალიან კარგადაა, ასე ვთქვათ, შენიღბულადაა გაკეთებული, ხა ვერავინ ვერ ეტყვის სოციალური დაცვის ასე ვთქვათ პოლიტიკა ძლიერდება. აღმოჩნდა რომ სოციალური დაცვა თურმე და იგივე ჯანდაცვა წელს არავის არ ჭირდებოდა 2011 წელს, ამიტომაც ბიუჯეტში შემცირება ქონდა ამ მიმართულებით. თუმცა წელს იზრდება, მე როგორც ვთქვი დაფინანსება, როგორც სოციალური სფეროში, ასევე ჯანდაცვის. ჩვენ საკითხს ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატები ვსვათ ძალიან მარტივად. რატო იზრდება ყოველთვის საარჩევნო წელს ეს თანხები და რატომაა რომ ამ თანხების ასე ვთქვათ კლებადობა მაშინ შეიმჩნევა, როცა არასაარჩევნო წელია. მაგალითად, წლევანდელ წელს 2011 წელს. თუმცა ბატონ ჯაბა, თბილისის მერის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ყოველი წლის ნოემბერს ისინი მოსახლეობას ეკითხებიან სპეციალური კითხვარით, რომელი სფერო უნდა იყოს პრიორიტეტული. სწორედ ამაშია. თავარი არის ჩვენ გავშიფროთ ის თავარი, ასე ვთქვათ, სქემა, რომელიც სქემითაც უნდა მოხდეს კონკრეტული სფეროს დაფინანსება, იმ სფეროს დაფინანსება, რომელსაც არჩევნებში გამოიყენებს ნაციონალური მოძრაობა. სწორედ ეს მუხლია, საქონელი და მომსახურების მუხლი, რომელიც ჯამში რა თანხაზეა საუბარი? ყველა ხალხს უსმევ, ყველა რაიონში ეს მუხლი იზრდება თითქმის 100%-ით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის უტოლდება იმ მაჩვენებელს, რა მაჩვენებელს ზოგიერთ რაიონში უსწრებს კიდევაც, რა მაჩვენებელს იყო 2010 წელს ადგილობრივი არჩევნებისას. ანუ იმის თქმა სურს, რომ ეს ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე არის საარჩევნო ბიუჯეტი. შესაძლებელია და რა თქმა უნდა, სასურველია, რომ გარკვეული თანხები მოსახლეობასთან მივიდეს და ეს არჩევნების პერიოდში მოგეხსენებათ ყველა კეთილია ხოლმე და ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ხელისუფლება ყველაფერს პირდება თავის მოსახლეობას და გარკვეული სოციალური პროექტები წამოვა ჯანდაცვის პროექტები. რა თქმა უნდა, კარგია, მნიშვნელობა არ აქვს არჩევნებისთვის თუ უბრალოდ ადამიანებთან რაღაცა კატეგორია მოისურვოს, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენი მთავარი ამოსავალი რა არის? ესე ბიუჯეტი არ უნდა ეგეგმებოდეს. ბიუჯეტი არ უნდა გავდეს, ასე ვთქვათ, კარდიოგრამას, რომელიც იმის და მიხედვითაა, თუ რომელ წელს არჩევნებია და რომელ წელს არ არის არჩევნები. თქვენ პარტიას თუ აქვს თქვა
თქვათ, წარმოდგენილი დაახლოებით როგორ უნდა იგეგმებოდეს თბილისის ბიუჯეტი? თავისთავად, ეს პარტიას განონი არსებობს ამის თაობაზე. აქ არის პოლიტიკური ნებაზე საუბარი. თანხების გადანაწილება თulis. ბუნებრივია. ის რაც გაკეთდა თქვათ იგივე აი ამ კონკრეტულ მუხლის თაობაზე. ჩვენ თუ ამ თანხებს ამოვიღებთ და მე შემიძლია თავისუფლად უბრალოდ აი ერთი თვალის გადავლებრით რომ გავხედოთ მარტო რაიონში კონკრეტულ აი ამ ეგრეთ წოდებული ბევრმა შეიძლება მოსახლეობის რაღაც გარკვეულმა ნაწილმა ვერც მიხვდეს მუხლს ქვია საქონელი და მომსახურება და რა მოხდა მე რომ იზრდება. იმიტომ რომ ეს არის ის მუხლი, რომელსაც უნდა დააფინანსონ გარკვეული სეგმენტი აგიტატორებისა, რომლებიც მე ნაციონალურ მოძრაობას დაუჭერს მხარს და მასზე იმუშავებს. და აი ამ მუხლიდან თუ ჩვენ ამას ყველაფერს ამოვიღებთ, აღმოჩნდება რომ დაახლოებით 15 და შესაძლებელია უფრო მეტი მილიონის გამოთავისუფლდება და ეს შეიძლება უკვე წავიდეს სოციალურ დაცვაზე, ეს წავიდეს დამატებით ჯანდაცვაზე. თქვენ არ გეჩვენებათ, ასე ვთქვათ, ნიშანდობლივად ერთი დეტალი, თუნდაც ბიუჯეტი მცირდება 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მაგრამ კონკრეტულად იმატებს რა მუხლები, იმატებს სოციალური დაცვა, კეთილმოწყობა და ეს ეგრეთ წოდებული საქონელი და მოსახლეობა. და ბოლოს, ბატონო ჯაბა, ჩვენი საეთერო დრო ნელ-ნელა იწურება, ამიტომ ბოლო კითხვას დავსვამ, აქვს თუ არა ოპოზიციას მოლოდინი იმისა, რომ თბილისის მერია ამ პროექტში შეიტანს შესწორებებს 20 ნოემბრამდე. იმ ვადამდე როგორ ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ. რომ ქრისტიან-დემოკრატები ბიუჯეტს ხარს არ დაუჭერენ ამ ბიუჯეტს. ამიტომაც მოუწოდებთ რომ გაიტანონ ეს ბიუჯეტი, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ქალაქის მართვა და არ შეიძლება ასე ქვეყნის მართვა. ეს არის დაუწერელი კანონი, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ამას წერილობით წარუდგენთ, როგორც არის ასე ვთქვათ კანონის და მიხედვით და მოვითხოვთ კონკრეტულ დასაბუთებას, თუ რა მიზნით ხდება აი ამ კონკრეტული სფეროების. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებ და ხაზი მინდა გაუსვა. როცა ადამიანი გეუბნება რომ სოციალურ დაცვას მე უმატებ თანხებს, ამაზე ძნელი ამაზე აპელირება, აი რატო უმატებ? უნდა მოუმატო, ძალიან კარგია და ჩვენს მანდ ვართ, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის მონიტორინგი, სად წავა ეს თანხა. ისევე მოხდება, როგორც ამ შემთხვევაში გასულ წელს იყო, როდესაც 6 თვის 2010 წლის 6 თვის შესრულება, როცა წარმოადგინეს საკრებულოში, უკვე ახალი არჩეული 1 თვის შესრულები ვიყავით საკრებულოში, აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი მუხლები იყო, რომელიც თანხა მთლიანად იყო გახარჯული. ფაქტობრივად მთელი თანხა თუ მთელი წელზე იყო გამოყოფილი მილიონი 6 თვეში, მაგალითად, კონკრეტულ კეთილმოწყობით სამუშაოებზე, ან კონკრეტულ ჯანდაცვის პროგრამებზე მთლიანად იყო ეს 6 თვეში დახარჯული. ანუ არჩევნებზე მთლიანად დახარჯეს და მეორე 6 თვე ფაქტობრივად იყო აი საკმაოდ მძიმე მდგომარეობა მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გვინდა ესეთი ბიუჯეტი და მეტიც ჩვენ არ გვინდა ბიუჯეტები პარტიულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკას რო აფინანსებდეს. ჩვენ არ გვინდა ბიუჯეტები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ისეთ ცვლილებებს განიცდის, რომელიც ცვლილებითაც ფაქტობრივად მოსახლეობა არაფერს არ იგებს. აი ეს არის ჩვენი მთავარი მომენტი და ბუნებრივია ჩვენ მომხრე ვართ, რა თქმა უნდა, რომ სოციალური და ჯანდაცვის სფეროები გაიზარდოს, მომხრე ვართ, რომ ქალაქი ნორმალური იყოს, მაგრამ აი ესეთი პოლიტიკით არა. აი ეს არის ნაციონალურ მოძრაობას შორის. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, მე მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ჯაბა სამუშია, ასევე გაგაცნობთ სატელეფონო ზარების რაოდენობას. სულ დღეს მივიღეთ 28 სატელეფონო ზარი, 15 მაყურებელი მიჩნევს, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ჯანდაცვა, 10 მაყურებელი მიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს სოციალური სფერო, 3 მაყურებელს სხვა ვერსია ჰქონდა, კერძოდ ისინი მიჩნევენ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ჯანდაცვა და სოციალური სფერო ერთად. შეგახსენებთ ასევე ინტერნეტ მონაცემებს. დღეისთვის შემოსული არის 83 ხმა, 78% მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური სფერო, 12% მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს ჯანდაცვა, 6%-ის აზრით პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა, 3%-ს კითხვაზე პასუხი სხვა ვერსია აქვს 2379994 იყო ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა წერტილი იყო ჩვენი ვებგვერდის მისამართით. შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობდით თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე. მადლობას გიხდით აქტიურობისთვის. გადაცემა გამოკითხვა არის გადაცემა, სადაც ჩვენ გისმენთ თქვენ. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.